გამარჯობა მეგობრებო, როგორც დაგპირდით, ამ საუბრებში გაჩვენებთ როგორ ვსწავლობ ლაზურ ენას. ყოველთვის აღნიშნავ, რომ ყველა ენას ვსწავლობ სხვადასხვანაირად. მაგრამ დღეისთვის ამ ვიდეოსთვის კონკრეტულად ავარჩიე ლაზური ენა. რატომ ლაზური ენა? იმიტომ რომ ლაზური ენა არის ქართველური, არა ქართული, ქართველური ენა, რომელიც ძალიან ჰგავს, რა თქმა უნდა, ქართულს. ქართულს, მეგრულს და სვანურს. სვანური უფრო დაცილებულია, ეს სხვა თემებია უკვე, მაგრამ დღეს გაჩვენებთ თუ როგორ ვსწავლობ მე ლაზურ ენას. რა თქმა უნდა, როგორც ქართული ენის მატარებელი ადამიანი ვარ, ამიტომაც ჩემთვის შედარებით ადვილია, მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ლაზური ენის სწავლისთვის არსებობს ძალიან ცოტა რესურსი. წიგნი, ზოგადად მასალა, ხო? მე მაქვს აქ კონკრეტულად რამოდენიმე მასალა, წიგნი, სახელმძღვანელო და აგრეთვე გაჩვენებთ მეთოდს, როგორ ვსწავლობ და მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში აი ესეთი ლამაზი წიგნი მაქვს. ეს არის ლაზური ენის თვითმასწავლებელი, სხვათა შორის არსებობს აგრეთვე იგივე სერიაში მეგრული ენა და სვანური ენა. გირჩევთ აუცილებლად, ძალიან კარგია. თუ ახლა მისმენთ და ხვდებით ყველაფერს, საკმარისი დონეა იმისათვის, რომ კიდევ ახალი ქართველური ენა ისწავლოთ. მოკლედ, ეს არის წიგნი. და ამ წიგნის ავტორი არის აგრეთვე ჩემი მასწავლებელი ნათია პონიავა, რომელიც მასწავლის კვირაში ერთხელ, აი ამ მომენტისთვის. შაბათობით მაქვს ხოლმე გაკვეთილები. ამ წიგნით არ გავდივართ, ეს უბრალოდ დამხმარე წიგნია, რომელსაც მე ვიყენებ, იმიტომ რომ არის აქ გრამატიკა ახსნილი ძალიან კარგად. აგრეთვე აქ არის ბევრი ახალი სიტყვა, ტექსტი და ასე შემდეგ, მაგრამ ქალბატონი ნათია ყოველ გაკვეთილზე მიგზავნის ახალ თემას, აი ესეთი, შემდეგ მე ვკინძავ, აი აკინძული მაქვს ესე, წიგნები ვით ვაკეთებ. ზუსტად მსგავსად მეც ესე ვასწავლი ქართულს, ეს არის 1-2 ზმნა, რომელიც არის ნაუღლები რამდენიმე დროში, ძირითადად აწმყოში, წარსულში, აორისტში, წარსული განგზნობითში, იგივე ჭამდი, სვამდი და მე სხვათა შორის ჩემს მოსწავლეებთან ხანდახან ამ დროს ვეძახი ინჯიანი, იმიტომ რომ ქართველები ინგლისურ ინჯიანს, ხო, past continuous ვამბობთ ინჯიანი წარსული. დიახ, და მომავალს მასწავლის. სულ ამ 4 დროში ვსწავლობთ ახალ ზმნას და შემდეგ მე ახალ ზმნას ყოველთვის აი ესეთი, ეს არის ბლოკნოტი, რომელიც მე გავაკეთე, რვეული ესეთი, ქვია ლაზური ენა, სადაც ფილი, რაც ნიშნავს ზმნა, სადაც ვაუღლებ უკვე ნაუღლებ ზმნას წერ სხვადასხვა დროში, გაჩვენებთ ახლავე და შემდეგ მაგალითებსაც წერ. აი ყველაზე კარგი ბოლოს რაც იყო, გაჩვენებთ. აუ, ბევრი მაქვს. ბოლოს ვისწავლებ ოჩუმო, რაც არის ლოდინი, დალოდება. აქ მიწერია, მოკლედ, დროში, სხვადასხვა დროში ნაუღლები ზმნა და შემდეგ ქვემოთ ცდილობ დავწერო მაგალითები, ჩემით ყველაფერს ვფიქრობ და შემდეგ ვწერ. ამიტომაც არის ნახეთ ძალიან ცოტა მაგალითი, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ვკითხულობ თავიდან ვიმეორებ, შემდეგ ახალი სიტყვებით, ახალ წინადადებებს ვწერ. ძვირფასო მეგობრებო, მე მესმის თქვენი ტკივილი, როცა ზმნაზე ლაპარაკობთ. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ეს არის ლათინური
ანბანი, მაგრამ აქ არის ქართული ანბანი გამოყენებული. ერთი ინფორმაცია, საქართველოში მცხოვრები ლაზები იყენებენ ქართულს, ეს ტრადიციულად ასე არის და საქართველოს გარეთ მცხოვრები ლაზები იყენებენ ლათინურს. ლაზური ენისთვის ადაპტირებულ ანბანს. მე რა თქმა უნდა ორივე ვიცი და მაგრამ როცა ვმუშაობ, როცა დავალებებს წერ ყოველთვის წერ ქართულად, ქართულ ანბანს ვიყენებ, მაგრამ ვიცი რომ დაახლოებით ლაზურენოვანი მოსახლეობის 80% ცხოვრობს აი იქ ლაზეთში, თურქეთის ტერიტორიაზე, რომლებიც იყენებენ ლათინურ ანბანს. ამიტომაც რა თქმა უნდა თავიდანვე ვისწავლე ლათინური ანბანი. ლათინური ანბანი ვიცოდი, მაგრამ იქ არის განსაკუთრებული ასოები, რომლებსაც ვწერთ სხვანაირად. აგრეთვე მაქვს აი ესეთი წიგნი, სანიშნი მაქვს გაკეთებული, ესეთი წიგნი არის. ლაზური ინსტიტუტის გამოცემა არის ძირითადად კომენტარები თურქულად, თურქული ვიცი, ამიტომაც ძალიან მეხმარება ეს წიგნი. აქ არის სხვადასხვა ზმნები, აგრეთვე სხვადასხვა სიტყვები თემატიკურად დალაგებული თემები, რაც ძალიან კარგია. დაბალი დონისთვის მაქვს აგრეთვე კიდევ რამდენიმე წიგნი იგივე სერიის, მაგრამ ჯერჯერობით აი ესეთ მაღალ დონეზე არ ვარ, ამიტომაც ჯერჯერობით ხელს არ ვკიდებ. მოკლედ, და ყველაზე მთავარი. აი ეს ორი ბლოკნოტები ძალიან მიყვარს. ეს არის სამგზავრო ბლოკნოტი, ანუ რა ქვია, რას ნიშნავს სამგზავრო ბლოკნოტი? ალბათ იცით რომ მე მუშაობ სხვა ქალაქში, ამიტომაც დაახლოებით ყოველ დღე სამსახურში რო წავიდე და შემდეგ სამსახურიდან დავბრუნდე, გზაში ვხარჯავ 3 საათს. დიახ, 3 საათს, იმიტომ რომ სხვა ქალაქში მუშაობ, მატარებლით მგზავრობ და თუ არ დააგვიანდა მატარებელს 3 საათი არის დღეში, მაგრამ თუ დააგვიანდა მატარებელს, მაშინ შეიძლება 5 საათიც ვიყო ქუჩაში, სადგურში. და აგრეთვე ძალიან მიყვარს სეირნობა, ფეხით სეირნობა. და როცა ვსეირნობ, ან პოდკასტს, ან რამეს ვუსმენ, ან კითხულობ ზოგადად აქ დაწერილ სიტყვებს. ბევრი სტიკერები ძალიან მიყვარს. ეს არა მარტო ლაზურში, არამედ თითქმის ყველა ენაში ესე მაქვს. ყოველთვის მაქვს ესეთი პატარა ბლოკნოტები, სადაც ვწერ ახალ სიტყვას, შემდეგ ახალი სიტყვის ქვემოთ წინადადებას ვქმნი, ვწერ და ესე შემდეგ. რაც მეხმარება, რა თქმა უნდა, ეს უკვე მეორე ბლოკნოტია ლაზური ენისთვის. ახალი დაწყებული მაქვს აქ არის ზმნა ნაუღლები და შემდეგ უკვე მაგალითები. და ეს არის მთავარი ბლოკნოტი, ასე ვეძახით, სადაც როცა ვსწავლობ მასწავლებლის მიერ გამოგზავნილ გაკვეთილს და ვამუშავებ, აი აქ ვწერ. და ეხლავე გაჩვენებთ როგორ ვწერ. უნდა აქ არის ლექსიკაც, როგორც გითხარით ზმნას მიგზავნის ჩემი მასწავლებელი, აგრეთვე არის ლექსიკაც, ზმნასთან დაკავშირებული ლექსიკა და აგრეთვე ერთი დიალოგი და ერთი ტექსტი. მე ამ ყველაფერს ვწერ, რა თქმა უნდა, ბლოკნოტში და შემდეგ უკვე ჩემი ფიქრებით, ჩემი ფანტაზიით ვწერ ახალ წინადადებებს და გაჩვენებთ ეხლავე. ახლა ხანს ვისავლე ავადმყოფობასთან დაკავშირებული სიტყვები, აი ესეთი სტიკერი გავაკეთე. გავაკეთე არა, დავაწეპე. მქონდა სტიკერი, აქაც სტიკერი მაქვს. თითქმის ყველგან. შემდეგ გაჩვენებთ, მოდი დავუბრუნდეთ აქ. აქ მიწერია ძირითადად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები, რომელსაც გამოვიყენებ ლაპარაკის დროს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი იყო, მაგრამ მე ამოვირჩიე მხოლოდ ის სიტყვები, რომელსაც მე გამოვიყენებ ყოველდღიურად. შემდეგ აქ მაქვს ზმნა, ნაუღლები, როგორც ხედავთ, ეს არის წაყვანა. ქართულშიც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქ ძალიან ადვილია. ეს არის აწმყო, წარსული და მომავალი. ესე ვაუღლებ. შემდეგ გვერდზე კიდევ ახალი ზმნა არის ოწკუნუ, რაც ნიშნავს ტკივილს.
მხოლოდ მაქვს აწმყოში და წარსულში და უკვე ამ ყველაფერს როცა ვისწავლი, წერ ჩემით ან წინადადებებს, ან აი ესეთ ტექსტს. მაგალითად, მქონდა ესეთი სტიკერი, ესეთი ლამაზი პატარა იხვუკა, იტყოდი, იხვის ჭუკი, რომელიც არის ავად. როგორც ხედავთ, აქ მიწერია ბიბი, მაგრამ ბიბი ეს არ არის სახელი, ეს ნიშნავს იხვს ზოგადად ლაზურად. ამიტომაც დავწერე, ეს არის ბიბი, ასე შემდეგ. აქ არ მიწერია ქართულად თარგმანი, რატო? იმიტომ რომ აქ რაც კი მიწერია, აბსოლუტურად ყველა ეს სიტყვა ძალიან კარგად ვიცი, ან მეტნაკლებად მახსოვს. ამიტომაც როცა ვკითხულობ, უკვე ვიცი რა დავწერე. ვცდილობ არ გამოვიყენო უცნობი სიტყვა, რომელიც არ ვიცი და ეს უცნობი სიტყვა მაშინ დავწერე, როცა უკვე ვიცი. აი, როგორც ხედავთ, მთელი ნახევარი გვერდია. შემდეგ უკვე დიალოგი. დიალოგს ან ჩემი მასწავლებელი მიგზავნის, ან მე თვითონ ვცდილობ დავწერო, იმიტომ რომ დიალოგიც ძალიან მეხმარება, დავიმახსოვრო ახალი სიტყვები. დიახ. აქ უკვე სხვა გაკვეთილია. აქაც, როგორც ხედავთ, ზმნებს ვაუღლებ, შემდეგ ტექსტის ვწერ, მაგალითად აქ დავწერე გეოგრაფიული ტერმინები მქონდა, ამიტომ დავწერე საქართველოს შესახებ, იმიტომ რომ ნაცნობია ჩემთვის, შემდეგ აქ დავწერე აი იმ ქალაქზე, სადაც ვცხოვრობ პოლონეთში, ზოგადად პოლონეთზე დავწერე. ყველაფერი ჩემთვის არის ძალიან ახლო, ანუ ეს ამ თემებზე ხშირად ვილაპარაკებ, როცა ლაზებთან მომიწევს ურთიერთობა, ამიტომაც ვცდილობ თავიდანვე მქონდეს იმ ლექსიკის მარაგი, რომელსაც გამოვიყენებ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი სიტყვები არსებობს ამ ენაში, მაგრამ მე ვცდილობ ვისწავლო მხოლოდ ის ლექსიკა, შემდეგში რა თქმა უნდა ვამატებ, მაგრამ კონკრეტულად აი ახლა, როცა დაწყებითი დონეზე ვარ, ვცდილობ ვისწავლო ის სიტყვები, რომელსაც დიდი ალბათობით უფრო ხშირად გამოვიყენებ ვიდრე სხვა. ამიტომაც ყოველთვის, როცა სწავლობთ ქართულ ენას, შეეცადეთ, რომ ისწავლოთ ის სიტყვები, რომელსაც თქვენ გამოიყენებთ, ან ქართველები გამოიყენებენ. ჩვენ ენას ძირითადად იმიტომ ვსწავლობთ, რომ გქონდეს კავშირი, დავამყაროთ კავშირი ადამიანებთან. უკვე შემდეგ მაღალ დონეზე როცა იქნებით და უკვე ხართ, რა თქმა უნდა, და ამიტომაც მისმენთ ახლა მხოლოდ ქართული სუბტიტრებით, თქვენ შეგიძლიათ უკვე სხვა უფრო რთული და უფრო ღრმა სიტყვები ისწავლოთ, რომელსაც შეიძლება ქართველები ხშირად არ ვიყენებთ, ხო? სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო. შევეცდები შემდეგში გაჩვენოთ სხვა ენებს როგორ სწავლობ, მაგალითად იტალიურს, იმიტომ რომ იტალიურიც დაბალ დონეზე ვიცი და ახლახანს დავიწყე, მაგრამ იტალიურთან ცოტა სხვანაირი ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ პირველად 12 წლის წინ დავიწყე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა თემა არის. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, მოიწონეთ ვიდეო, არ დაგავიწყდეთ და დაწერეთ აგრეთვე კომენტარებში თუ როგორ სწავლობთ ქართულ ახალ სიტყვებს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ თითეული გამოწერა ჩემთვის უფრო მეტი мотиваციის მომცემია და აგრეთვე აღწერაში იპოვით ლინკს, სადაც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი კომაგები, ჩვენი არხის კომაგები, დაეხმაროთ ჩვენს არხს და უფრო მეტი ვიდეოები შევქმნათ ერთად. სულ ეს არის დროებით. აბა ჰე